აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძესთან გაცნობიტი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით არსებულ პროექტებზე იმსჯელეს და პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების საკითხებზე შეთანხმდნენ. საუბარი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ პროგრამებს და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო აქტიური თანამშრომლობის და მუდმივი კომუნიკაციის აუცილებლობაზე. აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან კარგი და საქმიანი შეხვედრა შედგა. მნიშვნელოვანია აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობდეს სამინისტროებს შორის, რათა ერთობლივი ძალისხმევით გადაჭრათ აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური მდგომარეობით გათვალისწინებული გამოწვევები. ხაზი გაესვა ჩვენი რეგიონის პროგრამებს. 65 მილიონი ლარი არის ბიუჯეტი, რომელსაც აჭარა ხარჯავს მთელი წლის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრო და პრიორიტეტულ ბენეფიციარებს წარმოადგენენ დევნილები. და აღნიშნო, რომ დევნილები და ზოგადად ეს თემა გახავთ საკმაოდ სენსიტიური ჩვენი რეგიონის ხელისუფლებისათვის, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებისათვის და მაქსიმალურად ინდივიდუალურ რეჟიმში გავდივართ თითოეულთან ყველა საჭიროებას და მაქსიმალურად ვცდილობთ ყველას დაფინანსებას.